რა არის ყველაზე დიდი შეცდომა მშენებლის არჩევის დროს? ეს არის ფასით მშენებლის არჩევა. ანუ რეალური არის, რომ ყველა დამკვეთი უკავშირდება რამოდენიმე მშენებელს. ზოგი ბევრს, ზოგი ნაკლებს, მაგრამ უმრავლესობა საბოლოო გადაწყვეტას მშენებლის არჩევის დროს იღებს ფასით. ანუ ვინც ყველაზე დაბალ ფასზე უბნება, რატომღაც მასზე აკეთებენ არჩევას. მაგრამ ეს არის არალოგიკური. იმიტომ კი არა, რომ იმ მშენებლებს მეტი ფულის გაკეთება უნდა, ან მეტი მარჟა რჩება. არა. უყურეთ, არარეალურია აშენდეს სახლის ხარისხიანი აშენების თვითღირებულების ფასზე ნაკლებად. ეს არის შეუძლებელი. ანუ უნდა დააკვირდეთ, რომ ის მშენებელი, რომელიც გეუბნებათ სავარაუდო თანხას იმ დონეზე პატარას, რომ თქვენთვის ეს მისაღებია, იმიტომ რომ სხვასთან შედარებით ბევრად იაფია. ანუ აქ არის ორი საკითხი. პირველი, რომ იყენებს არახარისხიან მასალას, იმ მასალას, რომელსაც არ აქვს სერტიფიკატი, იმ მასალას, რომელსაც არ აქვს საბუთი პასპორტი, ანუ ხარისხის საბუთი და პასპორტი. და შემდეგ შეიძლება ბევრად ძვირი დაგიჯდეთ ეს მშენებლობა, იმიტომ რომ გამოიყენეთ თავის დროზე ცუდი მასალა. მეორე, ძალიან ბევრი მშენებელი პირველ თანხას ეუბნება პატარას, ანუ დაბალს, რეალურიდან 10, 15, 20%-ით დაბალს და მშენებლობის პროცესში უზრდის. ანუ დააკვირდით და წაიკითხეთ აუცილებლად ის ხელშეკრულება, რომელსაც გთავაზობთ მშენებელი, რომ ის თანხა, რომელიც დაგისახელათ მშენებლობის დაწყებამდე, იყოს მითითებული ამ დოკუმენტაციაში, ანუ კონტრაქტში და იყოს ის პუნქტი ჩაწერილი, რომ ეს თანხა მშენებლობის პროცესში არ იზრდება. ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ ერთ ვარიანტში. თუ თქვენ მაგალითად შეთანხმდით შავ კარკასზე ან თეთრ კარკასზე და გადაწყვეტეთ ამ მშენებელთან გაგრძელება, ანუ კონტრაქტი ახალი რო არ გაკეთდეს, შეიძლება იგივე კონტრაქტი გააგრძელოთ სხვა სამუშაოებზე. ანუ ამ შემთხვევაში მშენებელს აქვს უფლება გაგიზარდოთ კონტრაქტის ღირებულება. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში ხდება ისე, რომ მშენებელი ეუბნება პატარა თანხას, იმიტომ რომ აიღოს ობიექტი და მშენებლობის პროცესში ამოს აუ ეს არ დავითვალე, ეს არ ამას ვერ ვიყიდი, ეს უნდა დავამატოთ და თქვენი თანხა n რიცხვი შეიძლება გაიზარდოს 2 ან 3n. ამიტომ იყავით ყურადღებით. ანუ პირველი შეადარეთ საბაზრო ფასები და რაღაცა საშუალო ფასი მიიღეთ. არ ენდოთ იმ ყველაზე დაბალ ფასიან მშენებელს, იმიტომ რომ ელემენტარული მანქანას რომ ირჩევთ ხომ და აირჩიეთ თქვათ მერსედესი. თქვენ ყველაზე დაბალ ფასიან მერსედესს ხომ არ ყიდულობთ? ანუ რაღაცას უყურებთ, მდგომარეობას უყურებთ და იქიდან გამომდინარე ირჩევთ ის, რაც თქვენთვის არის მისაღები. და სახლზე რატომ აკეთებთ არჩევანს ყველაზე დაბალ ფასზე? დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მშენებლობის თაობაზე თუ რაიმე კითხვა გექნებათ, მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამირეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გავივლით ყველაფერს დეტალურად.